ლევან ხაბეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის, მაგრამ რთული სიტუაცია, რთულია იმდენად, რამდენადაც სისტემის არაქმედუნარიანობისა და ჩავარდნების გამო ჩვენ მოსახლეობას არა მარტო დისკომფორტი ექნება რაღაც მიმართულებებით, არამედ სიცოცხლეებს ვკარგავთ. აი რომ შევაფასოთ ეს სიტუაცია, რა გვაქვს, რისი აცილება შეიძლებოდა და რას ვერ ავიცილებთ თუ ეს სისტემა დარჩა რომელიც არის. გიორგი, ამას ახლა დიდი ექსპერტობა არ ჭირდება, ხო? ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას შეხედოს მოსახლეობამ. ახლა ბიზინა ივანიშვილი რო იყოს სოფელ შრომაში ჩარჩენილი ბერა ივანიშვილთან ერთად წარმოიდგინეთ, ახლა რა მოხდებოდა და ეს გრძელდებოდა 3-4 დღის განმავლობაში, ხო? თოვასთან ერთად პარალელურ რეჟიმში. ფაქტია რომ სრული ტექნიკა მობილიზებული იქნება და ეს გვინახავს ჩვენ რომ მაგალითად ზღვაში ინფრასტრუქტურას აწყობენ რომ ხე-ბაობაბი აქ მოიტანონ. მერე ამ ეს ბაობაბები რაღაცა მძიმე ტექნიკით მიიტანონ ივანიშვილის სახლამდე. ანუ ეს გვინახავს ჩვენ მთელი მობილიზებული პოლიცია გარეთ, სრულიად დასავლეთ საქართველოს სპეცტექნიკა ჩართული, თბილისიდან წაყვანილი ეგრეთ წოდებული მძიმე ტექნიკა, ძალოვანი უწყებები, ლამის მართლა ჯარი ყავთ ხოლმე, ხო? ყველა მთელი ინფრასტრუქტურა აწყობილია, რომ ეს სწრაფად მიდიან ეს თითქოს ყოველდღიური მოვლენაა რომ ზღვაში ეს ხე მერე ხე დადის ქუჩებში ელექტროენერგია ჭრიან რკინიგზას აჭერებენ ყველაფერს ამას თუ ბიზნეს ჭირდება ხადი ამას აწყობენ ხო ყველა ლოჯისტიკას აწყობენ მეორე ხა მართლა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე თქვენ ესაუბრებოდით ადამიანებს რომლებიც არიან ადგილზე ხელისუფლებას მიუხედავად იმისა რომ მიტაცებულია და არავინ არ გაღიარებს თუ ადამიანი გაინტერესებს როცა ძალაუფლებასთან ხარ როცა ბიუჯეტზე ხელი მიგიწვდება როცა ვალდებულება უნდა იყოს შენი ხო დაურეკე ამ კონკრეტულ ადამიანებს და კითხე, იქ რაღაცა დეზინფორმაციის იქ იმედი ჩართულია პროპაგანდაში, რომ იმას კი ადამიანის პრობლემებს კი არ აშუქებენ. აი მან თურმე არასწორად გურიაში ხა ჩოხატაურში, ოზურგეთში, ლანჩხუთში არ მეგობარი არ ყავთ, ანახლობელი არ ყავთ, ანაცნობი არ ყავთ. ხო ხალხს დათესავები, რა ვიცი, ჩემი ოჯახის წევრები, ბიძა ჩემი იქ არის, ერთი, მეორე, არ ვიცი, ძალიან ბევრი ნათესავები ყავს. ხო რა უნდა ამ ინფორმაციის გაგებას, კაცო? ქალაქის ცენტრალური ნაწილები, რაიონის ცენტრალური ნაწილები კი არა. დამატებით სოფლებში საერთოდ მიუვალი სიტუაცია ახლა სოფელ დაბლაციხეს, ზომლეთში ქვემოხეთში საერთოდ მიუვალია არა თუ სოფლაი გაკარებას იქიდან ინფორმაციას არ გვაქვს იმიტომ რომ შუქი რომ ჩაქრა ხო იქ ტელეფონი ვერ დატენა ადამიანმა და ინფორმაციასაც ვერ გვაწვდის ვიღაცა ჩარჩენილია ვიღაცას წყალი არ აქვს ვიღაცას შუქი არ აქვს ვიღაცას მოშივდა ვიღაცას წამალი ჭირდება ანუ ეს არის ისეთი სერიოზული პრობლემა რომელიც აშიშვლებს ხელისუფლებას და ჩვენ რას უყურებთ ახლა დოკუმენტებიც ამოღებული მაქვს რომ წყლის ჭაულის მანქანებს ყიდულობენ მძიმე ტექნიკას კი არა რომ ზამთარი მოდის და თოვლისთვის ვიყიდოთ და გამწმენდის საშუალებები პირობითად და მოვემსახუროთ მოქალაქე არა ადამი როგორ დავარბიოთ აი მარბიელებს მაგალითად გაზი რო კონდეთ ხო შეასხან მოქალაქეებს მერეს დიონ აღჭურვილობა კონდეთ ესროლონ ისინი აქვე რეზინის ტყვიები ის რა ქვია ახალი ავტომობილები იყიდეს წყლის ჭავლის და ამასობაში კახა ასკურავასაც ეწერა Facebook-ზე პოსტი იყო საჯარო პოსტია და თუ გამოჩნდება ნახე გაჩერებული ტრაქტორები იქ რა ქვია გურიაში სოფელ სუფსაში გაჩერებული ეს ტექნიკა თოვლია თოვლს ვერ წმენდა და ეს ტექნიკა კერძო კომპანიისაა მაგრამ გაჩერებულია ხელისუფლება რო ხარ ასაკეთებ ჩართული ყავს კაცო კერძო სახელმწიფოს ბალანსი არსებული რა უნდა ამის გაკეთებას და მე აგერ პარასკევს მომივიდა SMS-ი რომ 23-ში და 24-შიო იქნებაო უხვი ნალეგიო და არ ვიცოდნენ წინასწარ რომ არ იცოდნენ ესე არ იყო მე გამამფრთხილეს რომ ფრთხილად იყავიო ხო და თუ პარასკევს თუ მე მაფრთხილებ შაბათს უკვე თოვლი რო უკვე არის და ნენელა კიდე რო იმატებს კი არ უნდა დაელოდო რომ 2 მეტრა იყოს გიორგი თოვლი სადაც მე უკვე გაუვალია და მძიმე ტექნიკითაც ვერ ხდება შესვლა მობილურად უნდა ყრიდე მათ შორის ტექნიკურ მარილს წმენდე რაც აგერ წალენჯიხაზე მოვისმინე ხო არ უნდა აცადო ასე თქვა თოვლს რო ცენტრალურ გზაზე მე გაუვალი იყოს ცენტრალურ გზები რო გაწმენდილი იყოს ახლა სოფლებში ხო ბევრად უფრო მარტივად მივიდოდნენ სოფლებამდე არა ცენტრალურ გზები გაუწმენდავი ტექნიკა არ არსებობს ბიუჯეტი წამოვიღე მართლა რა ერთი ხა ამცირებენ უკვე მოსახლეობას და მე როგორ წარმოვიდგინე რას ფიქრობენ გიორგი ცი რომ ხალხო სახლები დაენგრევა ზოგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება ზოგ ფსიქოლოგიური დახმარება დაჭირდება კაცო მშიერი და უშუქობაში და ემაში და შიში და ტყეშია ნახევარი ისა ხო რა ქვია გურია როგორია ეხლა რომ შუქი არა წყალი არა დაუცველი და ამ დროს კაციშვილი მომკითხავი არ ყავს თან ჩვენ ხო ვიცით რომ ძირთადად ასაკიანები რომ ხანში შესული ადამიანები არიან ისედაც დაიცალა იმიგრაციაში გარბის მთელი საქართველოს განსაკუთრებით გურია ოზურგეთის სტატისტიკა როა იყოთ აი
1-3-თან, ესე იგი გარბის ფაქტობრივად ქვეყნიდან ასაკიანი ხალხი მარტო დარჩენილი აბსოლუტურად ბედის ანაბარა. რას გააკეთებენ ახლა ესე უყურებენ აი მდინარაძეს და იმას მათი კომენტარებიდან აი თოვლი გადაიღებს დადნება მე მივლენ და ეტყვიან აი მათი სამუშაო რა არის ეხლა შედან ვინც წერს სულ კომენტარს გიორგი ესე იგი სხვათა შორის დედაჩემი არ არის ესე პოლიტიკური მასში მართლა არ არის ჩართული ესე აქტიურად პენსიონერი ქალბატონია ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და აი ეხლა გურიაში რაც ხდება ესე იგი რამდენი ესე მთელი დღის განმავლობაში რაღაცებს მიგზავნის კომენტარებსაც კი უშლიან რომ არ დაწეროთ რომ ხელისუფლება არ გეხმარებათო არ დაწეროთ სუდად რო ხარ პრობლემა სხედან და საკრებულოს წევრები გამგეობის თანამშრომლები ანუ ამ საქმით არიან დაკავებულები ეხლა ამოკრეფენ მე ვისაც პრობლემა აქვს სახლზე მაგალითად სახლი დაენგრა სახურავი და მივლენ და ეტყვიან ეხლა შენ ეხლა 10000 ლარი გეგონება ჯიბიდან ამოიღებენ ისევე მაგათ ფულს ანუ ჩვენ ფულს ხალხის ფულს ბიუჯეტიდან აიღებენ ეტყვიან 10000 ლარი თუთა გაჩუმდი არ თქვა ახლა არაფერი, იმიტომ რომ ახლა აბა სხვანაირად ვერ დაგეხმარები. წამალი ხო გინდა ფეხი რომ მოიტეხე, თავი რო აქტივდა, რო გაცივდი. ხო და 300 ლარს გაგიკეთებ ახლა და გაჭერდი. ანუ ამით არიან დაკავებულები. ხვდები ერთი სული აქვს, ეხლა დადნეს ეს თოვლი და მე შეესიონ, ასე ვთქვათ, ამ ხალხს აგერ ბიუჯეტები წამოვიღე და ძალიან მარტივი მათემატიკით ნახავთ, რომ ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ესე იგი, სამ რაიონში ხელფასებში შრომის ანაზღაურების მუხლი აგერ გახაზული მაქვს. ჯამში არის 25 მილიონი ლარი. ამას საკონელი და მომსახურების მუხლს თუ დაუმატებს, საიდანაც ხელშეკრულებით, ესე იგი, ძალიან მარტივად არიგებენ ფულს, დაახლოებით 40 მილიონ ლარს ხარჯავთ ამ ბიუროკრატიაზე. 40 მილიონს რო ხარჯავ ბიუროკრატიაზე, 40 ადამიანს დაეხმარნენ, 40 ოჯახამდე მივიდნენ. დღეს რო ჩავიდნენ იქ და მე პრემიერ-მინისტრის ფოტოები ვნახე, თმაც დასოლებულიც არა აქვს თმა. არ ვიცი, ან სად იყვნენ ესეთ სიმშრალეში, სად ნახეს იმაში, ოზურგეთში და აყუდებული რო არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი კიდე და რაღაც თბილოთახში რო სხედან როგორი საყვარლები და სათნოები არიან ფოტოებს რო ავრცელებენ. ეს ეხა მართლა რა სიგიჟეა ნორმალური, რატო შეიძლება იყოს და კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. კაცო, ამ ბიუჯეტებს რო ატრიალებენ და როგორც უნდათ ისე წერენ და ისე მოიხმარენ, ხო? ესეც წამოვიღე სპეციალურად. იცი თუ არა თქვენ რომ ოზურგეთში თალაკვაძე, ესე იგი თალაკვაძე ძმა არის მერი 90000 ლარი ქონდათ გამოყოფილი. გიორგი ამაზე ამბავი ავტეხეთ მერე და ახლა ვეღარ იპავარავენ ამ 90000 ლარს, მაგრამ გეხოცები წაიკითხე რა, რომ და მაყურებელსაც დაუდასტურეთ რა წერია აქ. ძროხების გადადენა, ნახე? კი, ძროხების. აი ნახე ხა წაგიკითხავთ. სხვილფეხა დაახლოებით 100 რქოსანი პირუტყვის ქალაქში უკონტროლო გადაადგილების აღკვეთისთვის 90000 ლარი აქვს გამოყოფილი. ეხა ეს ხო ტყუილია. ეს ერთ მუნიციპალიტეტი. აი შეხედე ოზურგეთი. და რა შვებია? გესმის? წემსავენ? არა, სიგიჟე, ხო, ვითომ ძროხას რო დაის წემსვაში გადახდილი. 80 ვითომ ახლა აი ახლა გიორგი ნახეთ პირდაპირ უწერიათ რომ ძროხა უკონტროლოდ რო დადიან აი გზაზე ესე იგი ოზურგეთში სოფელში უკონტროლოდ რო დადის როგორ დასცინია ხალხს ნახე უკონტროლოდ თუ დაძო წკეპლე თუ გაიგედება ვიღაცა იმას აზრე 500 ლარს ვიტომ ანუ სამსახურია მიხვდი 90000 ლარი ეხლა მარტო ეს სიგიჟე 90000 ლარი რო ამის არა სიგიჟებში რო ხარჯავდნენ ამ ფულს ამ 90000 ლარს მარტო კერძოდან იქირავებდნენ 30-40 ერთეულ მძიმე ტექნიკას რომელიც 3-4 დღის განმავლობაში მოემსახურებოდა სოფელს და მეტი არ ჭირდებოდა რა ოზურგეთს აი ეყოფოდა 20-50 დაკოკილი ახლა მძიმე ტექნიკა ტექნიკურ მარილსყრის თოვლის იმას რო აკეთებდეს ეს ეყოფოდა მაგრამ ნახეთ რაში მოგონილი სამსახურები სადაც დასაქმებული ყავთ ნათესავები ბიძაშვილები ხო აი წარმოგიდგენია გიორგი ეს ხო ცინიზმია და ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება ხალხის მიმართ და უნდა გვესმოდეს მე ძალიან ბევრი ის მოვისმინე ახლა პოზიცია ჩემო ძვირფასებო რა მართლა ძალიან გულდასაწყვეტია რა იცი პარტიულობამ კი არ უნდა დავყოს და ეს პარტია ის პარტია მართლა ამაზე თვალნათელი როგორ გაუნდა ამაზე ხელის გულზე როგორ უნდა იყოს რომ ამათ არ აინტერესებთ მოქალაქე და მუდმივად ესე იგი მე გვახსენდება კი ახლა ძალიან ბევრმა გაიხსენა სოციალურქსელში მიხეილ სააკაშვილი ხო და მიხეილ სააკაშვილის პირობები დასწინოდნენ მიშას რომ ბოტები ჩაიცვავი ხო და აბაი გავიდა და კი აბარა პრეზიდენტი რო ჩავიდა და მიშას ბოტები რო ეცვა და ხელი მოკიდა და აბარაში დაგეხმაროთ ადამიანის რწმენა კაცო რო გვერდში მაინც გიდგავართ პირველი 2-3 დღე განცხადებას არ გაუკეთებიათ სანამ მათ შორის ოპოზიციამ მედიამ ხალხმა სოციალურქსელები არ გაივსო რომ გვიშველეთ ხალხი მობილიზება იმ დღეს ანუ უკვე პირველი მსხვერპლი რო იყო ხო მე დაიწყეს ხო მე ვნახე ზურგის შეაქცია პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტმა კითხა პრობლემაზე ზურგის შეაქცია კაცო ის და ესე იმედის ჟურნალისტი დღეს ეკითხებოდა უნდა შემოიღონ თუ არა რეგულაცია რომ ესე იგი ოპოზიციური არხები თურმე რაღაცას არ აშუქებენ კარგად არ მოსწონთ და მე
კიდე ჟურნალისტი ეკითხება. ნახე ჟურნალისტი გასა ეკითხება, რომ ცენზურა ხომ უნდა დაგვადოთ ხო? ჩვენ ხომ უნდა ნუ მაგათ არ დააცენზურებენ მესმის, რომ ეს რა ქვია რუსული პროპაგანდა. იმათ არა, მაგრამ ნახეთ, ანუ ისე დაცენზურებულები არიან. ეს ჟურნალისტი რო ეუბნება იმას, რა ქვია, პრემიერს, რომ აი რომ ამათ ხა გააჩუმებთ ხო ამ მედიებს, ანუ კანონს ხო შემოიღებთ. ეს ხო არანორმალური დამოკიდებულებაა და მე მგონი ყველა კარგად ხედავს. ტყუებისთვის ფული აქვს, წყლის ჩავლისთვის ფული აქვს, სარესტორნო მომსახურებისთვის ფული აქვს. ბიძინა ივანიშვილის ხეები რო ატარონ ცხადია ფული აქვს. პრემია დანამატებისთვის აქვს. 40 მილიონია სამ რაიონში, ესე იგი შრომის ანაზღაურება პლუს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები 40 მილიონ ლარი იხარჯება. გურიაში საერთოდ საოცრება, ჩოხატაურში საოცრება ხდება. ახლა ბიუჯეტის იმას უცა იკითხავთ 16 მილიონია ჯამში ბიუჯეტი 10 მილიონი შრომის ანაზღაურება. წარმოგიდგენიათ? ესე იგი ბიუჯეტი არის ჩოხატაურის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარი, 10 მილიონი 80% ლამის შრომის ანაზღაურების მუხშიო ჩაწერა. ახლა რაც უწერიათ იმას ვამბობ, რა ვიცი. რაც დაწერეს ახლა ამ დოკუმენტს კითხულობენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ასე წერე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ იცით რა არის ხალხის და მე კიდე ერთი პოზიციაც უნდა ვთქვა გიორგი, რომ ეს ხალხის დამონათება ისწავლოს. აი რუსთაველიდან წამოვიდეს ის ხალხი და ბიჭო ბიუჯეტი ამათა აქვს. ჩვენი გადასახედებიდან ფულს ესენი იღებენ. აბა რისთვის ყავს ეგრეთ წოდებული დაქირავებული საჯარო მოყვა? რისთვის ყავს ეს ხალხი? რო ისა რა ქვია ოზურგეთში რო ჩავედი სხვათა შორის შეხვედრა გავაკეთე პარტიული შეხვედრა ეკლესიის ეზოში ოზურგეთის ცენტრში. იმიტომ გიორგი რომ ვიცოდი რომ უნდა მოეგზავნა ტიტუშკები ქვები და ვიფიქრე რომ ქრისტიანი რა ვიცი ეკლესიის ეზოში ხო მოერიდებათ და აქ არ მოვლენ და იქაც მომივარდნენ ქვებით კაცო გახსოვთ ეს და პირდაპირ ეთერში იყო გუბერნატორის მამა მომზდევდა ქვით გუბერნატორის მამა იყო ტიტუშკა ეკლესიის ეზოში კაცო იმისთვის ხო დაამობილიზეს რომ იცოდნენ გურიაში მე ოზურგეთიდან სხვათა შორის იმავე დღეს ლანჩხუთში გადავედი და გზაში ლაპარაკობთ რომ იგივეს გააკეთებდნენ იგივეს და ლანჩხუთის ცენტრშიც იგივე საკრებულოს წევრების და დაახლოებით 50-60 ნაკლები ხო არ გეკონოთ სადმე იყვნენ და თოვლი რო არის 50-60 ესენი ერთად სადმე გინახიათ რომ 50-60 კაცი ერთად გადის სადმე ადამიანის საშუალებით გინახიათ ეგეთი რამე აი თუ ჩადიხარ ოპოზიცია და მაშინ რაზე ველაპარაკებოდი ხა საპენსიო რეფორმაზე ასაკმა დაიწიოს მამაკაცების როგორ მოიმატოს პენსია და ამის გამო კიდე გეუბნებით ეკლესიაში ოზურგეთში გუბერნატორის მამა საკრებულოს წევრები ნუ გაუგებარი არ მინდა რა მე არ არის ჩემი საქმე შეურაცხყოფა მაგრამ გაუგებარი ეს არა ადამიანური ცოტა უფრო ცხოველური ინსტინქტების ადამიანი აბა ხა ცხოველი თუ არა ადამიანი თუ ხარ ქვით ეკლესიაში ატო და გაიგიდო იმას რა ქვია ოპონენტს რომელიც პენსიის იმაზე ლაპარაკობს ხო ის პენსია მის ოჯახის წევრსაც ხო ეხება კაც და იგივე კიდე გეუბნებით 1 საათში ლანჩხუთში ჩავედი ამ შეხვედრიდან და ლანჩხუთის ცენტრშიც იგივე გაიმეორეს ხო და ანუ ქვებით ხო ამობილიზებენ ამ ხალხს და ზალადობისთვის ხო ამობილიზებენ და როცა ხალხი შეიძლება მაშინ არავინ არ ჩანს ეს მარბიელები სხვათა შორის ფიზიკურად ხო რავი ჯანზი არიან ხო და რო კითხო მართლა ენა აქვს გადმოგდებული ნახევარზე მეტი არ მგონია რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იყოს ისეთი არაადეკვატურები არიან წაიყვანონ ეს ხალხი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი განსაკუთრებით მეტი განსაკუთრებული რა უნდა მოხდეს ადამიანებს დახმარება ჭირდებათ და მოკიდონ ეხლა ამ ხალხს და თუ გაწუხილები არიან და წავიდნენ და ესენი უნდა მოემსახურონ ხალხს და თქვენ კომენტარებში სოციალურ ქსელში ნუ იმას აყვებით ხოლმე ამათ რომ იცით თქვენ წადა როგორ ჯერთ რომ მომინდეს ახლა გურიაში წასვლა ბორანი თუ არ მყავს ვერ შევალ კაცო სამტრედია საჯარო ხოზე ვერ გადავალ ჩაულებრივი მანქანით ან იმით უნდა ახვიდე რა ქვია ბორანით ან იმით რა ქვია ციგით და ან მართლა რა ქვია ტრაქტორით ხო რომ მოგინდეს ვინმეს დახმარება ძალიან რთულია კაცო იქ ჩასვლა და სახიფათოა მათ შორის ადამიანების მაგათ აქვს ყველაფერი პულის მაგისტრის ადამიანები გადასახადებს ვიხდით ყოველდღე აი მაღაზიაში შეხვედრა პული რო იყიდეთ ერთ ლარად 10 თეთრი გადაუხადეთ ბიუჯეტში სახელმწიფოს იგივე წყალი რო დალიეთ იმათ რა ქვია 1 ლარი რო გადაიხადეთ წყალში 10 თეთრი კობახიძეს მიეცით სამართავად ლევან მადლობა დაგემშვიდობებით გამაგდეს ეს ხალხი მეტი რა ვიცი მართლა ხალხიშვილი საუბრობდა ზოგადად ამ სიტუაციაზე და საინტერესო ამბები გაიხსენეს სინამდვილეში ჩემთვისაც უბრალოდ პარალელის გასწავლებლად არა მარტო ოპონენტების ახსენებად საინტერესო იყო რომ ეგ ამბები ხარ მახსოვდა თუმცა ყველაფერი ამომიტივდა პროაში რა ხდებოდა მაშინ ოზურგეთის ცენტრში და კარგად მახსოვს ტაძრის ეზოში ხდებოდა ეგ ყველაფერი და ამ ადამიანების დღევანდელი მდგომარეობა და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მსგავსი ფაქტების შეხსენება საჭიროა ყველასთვის ლევანს დავამშვიდობები